ყველას მოგესალმებით, როგორც ხედავთ, ჩვენ ახალ სახლში გადმოვედით და ჩვენ ძალიან მოგწონს აქ. მაგრამ ამ ბოლო დროს აქ რაღაც უცნაურობები ხდება. მაგალითად, მე ჩემი საყვარელი მაისური დავკარგე. საკვებით ყოველთვის გადაადგილდება. ხო, და უცნაური ხმებიც ისმის. მოკლედ ვფიქრობთ, რომ სახლში მოჩვენება ცხოვრობს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რას გავაკეთებთ. მაგრამ რამე უნდა მოვიმოქმედოთ, რადგან აქ ცხოვრება შეუძლებელია. ამასება მოყვე, საყვარელი მაისური მომპარა და ვერც კი წარმოვიდგენ შემდეგში რას იზამ. არჩი, ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ, არა ბავშვებო. მოდი შევთანხმდეთ, ჩვენ სახლში შევალთ, მოჩვენების მოსაზრებლად თქვენ კი გამოწერეთ ღილაკს დააჭირეთ. და მოიწონეთ ვიდეო. მოჩვენება, ჩვენ მოვდივართ. იცით რა, ვფიქრობ, იქნებ მოგვიჩვენა ეს მოჩვენება. ეს რა არის? გოგოებო, გახუმრებას ცდილობთ? ეს ჩვენ არ გაგვიკეთება, არა, ჩვენ არ ყოფილვართ. აბა ვინ გააკეთა მოჩვენება? გამორიცხული არაფერია. და ეს ტელევიზორი ვინ ჩართო? არ ვიცი, ჩვენ არ ჩაგვირთავ. ეს რაიმე სცენაა საშინელებათა ფილმიდან? ფუხ, როგორც ჩანს ის დამშვიდდა. ბავშვებო, რამე უნდა ვიღონოთ, თორე ამ სახლში ვეღარ ვიცხოვრებ. ო, ამ სახლიდან უნდა გავაკეთოთ ეს მოჩვენება. აი, ახალ სახლში გადავიდეთ. შენიერი იდეა, მაგრამ ჯერ ეს სახლი უნდა გავწმინდოთ. კარგი, ეხლავე მოვიტან გადასტაθεί. ვენ აგვისტომ არის მოვიტან. აი შასე, საიდან ვიწყებ? შეგვიძლია მონადირე გამოვიცახოთ. ან უკეთესი, მოჩვენებებზე მონადირეები. სასაცილო არ არის, უბრალოდ რამდენიმე ვარიანტი შემოგთავაზეთ. ფიქრობ, სახლში კამერები უნდა დავაყენოთ. ვიდეო კამერები? ო, ასე ფილმებში მინახავს, დავაყენებთ ფარმუკამერებს და დავაკვირდებით ყველაფერს, რაც სახლში ხდება. კარგი აზრია, მაგრამ ამდენ კამერას სად ვიშოვით? ჩვენ უკვე გვაქვს ისინი, ჩვენი ტელეფონები. თანახმაო ტელეფონებს სხვადასხვა ოთახებში განვათავსებთ და ვიდეოს ლეპტოპზე დავინახავთ. ასე მთლიან სახლს დავაკვირდებით. მთლიან სახლს ვერა, მხოლოდ 3 ტელეფონი გვაქვს, რაც ნიშნავს 3 კამერას. ო, უნდა მართალია. ტელეფონები იმ ოთახში უნდა განვათავსოთ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება. მართალია, წავიდეთ. იცი რომ არ არის კარგი იდეა აბაზანებში კამერების დადება, მაგრამ აქ ყველაზე უცნაური რაღაცეები ხდება. ნივთები გადაადგილდება, კარები თავისით იღება. მოკლედ, აქ კამერები აუცილებელია. ტელეფონს ამ ოთახში მოვათავსებ, რადგან სწორედ აქ დავკარგე რამოდენიმე დღის წინ ჩემი მაისური. ჩემს კამერას სამზარეულოში განვათავსებ, რადგან ვფიქრობ, რომ მოჩვენება აქ ცხოვრობს. მე ვიპოვე მივოფანტული მაკარონები, ერთხელ თეფშიც გადყდა. მიუხედავად ამისა, რომ მაგითის მეორე ბოლოში იდო. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი კამერა საინტერესო რამეს ჩაწერს. აბა, განათავსეთ კამერები. ხო, ტელეფონი ოთახში დავდე. ჩემი ტელეფონი სამზარეულოში. ჩვენიერი მე აბაზანაში მოვათავსე. აბაზანაში და იქ როგორ ვიბანაოთ? ფიქრობ, ეხლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მოჩვენება დავიჭიროთ. ხო, უნდა მართალია, ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება მალე, თორემ აქედან გადასახლება მოგვიწევს. კარგი, მოდი კამერებს შევხედოთ. ტელეფონები ჩემს ლაპტოპს დაუკავშირე და ახლა ვნახოთ, აბა რა ხდება ოთახებში. მოიცადეთ ეს, თქვენც დაინახეთ? ეს რა იყო? ფარდები მოძრაობდნენ. იქნებ უბრალოდ ფანჯრების დაკეთვა დავიწყო და ხარია. მე დავყურე ფანჯრები. გარწმუნებული ხარ? კი. ჯობია წავიდეთ, შევამოწმოთ. მოიცადე, არ გეშინია? კი, მაგრამ მოჩვენებასთან ცხოვრება არ მინდა. მაშინ მე შენთან ერთად მოვდივარ. არჩი შენ აკტარში და კამერებს უყურე. კარგი. მარცხა დაკეტილია, რაღაცნაირი მისტიურია. ლუნა, ნუ გეშინია. გონი ვხედავ მას. ვაიმე, დედა, რა ვქნათ ეხლა დაუძახოთ არჩის. არა, ამასობაში შეიძლება მოჩვენება გაგვექცეს. ერთად უნდა დავიჭიროთ. 3 დათვლაზე. 1, 2, 3. მედი დაიჭირე. ურა, ჩვენის დავიჭირეთ. ესე მარტივად, აქ რაღაცაშია საქმე. ეს რაღაც რბილია. ბალიშები, ეს რა ხუმრობაა? ვერ ხვდები. უნდა წავიდეთ არჩისთან. წამოდი. აბა ვნახოთ აბაზანაში რა ხდება. ვა, თქვენც დაინახეთ? არჩი, წარმოგიდგენია? გარა, აქ მოდით. რა ხდება? გონი აქ არაფერი ხდება. ბოთლი თავისით მოძრაობდა. ალბათ მოგეჩვენა. გონია ჭკვიდან შევეშანე? იქ მართლა ვიღაცა უნდა შევამოწმოთ, ვინ არის? ვინ წამოყავთ ჩემთან ერთად? მე ვერა, მე შინია. კარგი, მე წამოყვები. თითქოს არავინაა. გონი ისევ დაიწყო. არჩი, მოდი აქედან წავიდეთ. მოიცადე, მეორე ოთახი ჯერ არ შეგვიმოწმებია. ანგანი თავისით ჩაირთო. არჩი, წავედით აქედან. ლუნა იქ,
მე ყველაფერი დავინახე. ეს ისეთი საშინელება, რომ ჩიანჩოლები მივლის. სამშვიდ გოგოები ხო ნახოთ სამზარეულოში რა ხდება. აქ მაინცაა სიჩუმე. დაინახეთ, კარი თავის დგაიო. შეიძლება ორპირი ქარი იყო, ესე ხდება ხოლმე. მაგრამ არა ამ სახლში. სამზარეულოში შევამოწმოთ, აუცილებლად უნდა დავიჭიროთ. არა, მე არსად წამოვალ. რატომ არ მივდივართ ყველა ერთად, ნაკლებად შეგვეშინდება. კარგი, მაგრამ მე ამას წამოვიღებ თან. კარგი, უბრალოდ წავიდეთ. ძალიან მეშინია, არჩიჟე, შენ წადი რა. აქ არავინ არ, ნუ გეშინიათ. ეს რაღა იყო? გონი შემოსასვლელი კარია. კარი ჩაკეტილია, სწრაფად გაგვიშვით აქედან. მეორე დამშვიდი, თუ ბოროტის სულია აქედან არ გაგვიშვებს. იქნებ ეს მოჩვენება არ არის ვინც გვაშინებ. აბა ვინ შეიძლება იყოს? რუსლანი მაგალითად. მართალია, სულ მოვიწყდება რომ ისი საკითხო. ხო, მაგრამ ამას რატო გააკეთებდა? რას ქვია, რატო? იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვეხუმრებით მას, უამრავი გამოწვევას ვაკეთებთ და უნდა რომ სამაგერო გადაგვიხსნათ. შეიძლება იყოს რაღაც სიმართლე. კარი გაიღო, ჩვენ გადავრჩებით. რაცა მისტიურია. ზით ასე ვფიქრობ, ეს რუსლანია. მოდი მივიდეთ მასთან და ვუთხრათ რომ ყველაფერი ვიცით უკვე. გამარჯობა. გამარჯობა ბავშვებო. ჩვენთვის არაფრით თქმა არ გინდა? ტორტი მე შევჭამე მოცივარში რომ იყო. რა შუაშია ტორტი? ეს შენ ხარ ვინც გვაშინებს, კარებს აღერ, შამპუნები თავისთ გადაადგილდება. ბავშვებო, ცოტა უნდა დაისვენოთ. ალბათ ზის დარტყმა მიიღეთ. ჩვენ ძალიან კარგად ვართ. უბრალოდ შენ გადაწყვიტე რომ შეგვაშინო და ჩვენ ეს უკვე გავიგეთ. ასე რომ აღიარე ყველაფერი და შეწყვიტე ეს ხუმრობა. ბავშვებო, მე არ ეს რა იყო? ეს ნამდვილად ბოროტის სულია. რუსლანი არაფერ შუაშია. მოდი, შემოგვიანებით გავარკვიოთ. მოჩვენება? საშინელება, თითქოს ქარი შხალმა გადაუარა აქაურობა. გურჩევ მოჩვენებას ძალიან უნდა ჩვენი აქედან წასვლა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ მოჩვენება ამას გააკეთებდა. აბა ვინ იქნებოდა? ამელკა მაგალითად. ამელკა? ის ქალაქში წავიდა. ეს მან გითხრა ასე. ხდება თუ ის იმალება სახლში და ის გვეთამაშება. მოდით დაურეკოთ მას და გავარკვიოთ. მოდით, არჩი, ვიდეოზარით დაურეკე და გავარკვიოთ სად არის. ამელკა, გამარჯობა. გამარჯობა ბავშვებო. ამელკა, სად ხარ? ქალაქში ვარ. დაგავიწყდათ? გვახსოვს რა თქმა უნდა, მაგრამ ქალაქი რომ გვაჩვენო შეგიძლია? აი, შეხედეთ. მართლაც ქალაქშია. ეს რაში გჭირდებათ? მოკლედ ასეთი ამბავია, სახლში რაღაც უცნაურობები ხდება. და ჩვენ გვეგონა რომ შენ გვეხუმრებოდი. არა ბავშვებო, ეს მე არ ყოფილვარ. აბა ვინ არის? და ხაფანგებს რატო არ აყენებთ? იქნებ დაიჭიროთ. მართალია, ამაზე რატომ არ ვფიქრეთ? მადლობა ნახვამდის. აბა კარგად, ეს კარგი იდეაა. ჩვენ ხაფანგებს დავაყენებთ და დავიჭირთ იმ მოჩვენებას. წავედით. ბავშვებო, მე ვარ პირებ ის დავიჭირებ ქვილით. შემოსასვლელში დავყრით და თუ ის შემოვა, მისი ნაკვალევი გამოჩნდება. მე გადავწყვიტე ხაფანგი გავაკეთო ციგნებით. ერთ ბოლოს ციგნებისას აქ მივაკრავ, მეორეს კი აი აქ დავამაგრებ. როგორც კი შემოვა მოჩვენება, ციგნები იატაკზე გამოიყრება. სად არის? ბავშვებო, მე გადავწყვიტე პოპიტის გამოყენებით გავაკეთო ხაფანგი. ეხლა მას შესასვლელში დავდებ. როგორც კი მოჩვენება შემოვა, გავიგებ. სადაა? ეხლა მოჩვენება ნამდვილად არ დარჩება შეუმჩნეველი. აბა როგორაა საქმეები? მე პოპიტები დავდე აბაზანასთან. მე ციგნებით გავაკეთე ხაფანგი. მე კი შემოსასვლელში ფქვილი დავყარე. ეხლა უნდა დაველოდოთ მის მოსვლას. რამდენღა შეიძლება რომ ველოდოთ? 2 საათია აქვწევართ და შრიალის კი არ გაგვიგია. ეს კარგია, იქნებ მოჩვენება გადაწყვიტე რომ აქ აღარ მოვიდეს და წავიდეს. მიეჭვება. რაღაცაშია საქმე, წამოდით ხაფანგები შევამოწმოთ. კარგი, წავიდეთ. ბავშვებო, შეხედეთ, აი კვალიც. როგორც ჩანს ეს რაღაც პატარა ცხოველმა დატოვა, იქნებ ვირთხა იყო. რა, ვირთხა? ეს ნამდვილად მოჩვენების კვალია. მეც ასე ვფიქრობ. ეს რა იყო? როგორც ჩემს ხაფანგში გაება, წამოდით. ის აქ იყო რამდენიმე წამის წინ. და რა მოხდება თუ ის ახლაც აქ არის? მაშინ მოდი მოვძებნო. ბავშვებო, მეშინია. ლეუნა, მისი დაჭერა გინდა თუ არა? მინდა. მაშინ დაგვეხმარე. როგორც ჩანს აქ არავინაა. მე კიდევ ერთხელ შევამოწმოთ. გაიგონეთ, ეს რა არის? ეს ჩემი პოპიტია, აბაზანაში. გონი ის აქ არის, პირველი ვინ შევა?
შენ შეძლეს შენი ხაფანგია. ქაღალდი ქვა მაგრატელი ვითამართლება ამის დროა შეიძლება მოჩვენება გაგვიქცეს. როგორ გაიქცევა აბაზანა დაკეტილია. კარგი, მოდი გადავწყვიტოთ ქაღალდი ქვა მაგრატელი. ეწავაკი, ამიტომ მე შევალ. ფიქრობ, ჩვენს მოჩვენებას ბავშვობაში სახლის დალაგება არ ასწავლეს. უბრალოდ დაგვცინის, მაგრამ არა უშავს ჩვენ მას ვიპოვით. არა, მგონი ფანჯრიდან გაიქცა. აღონდეს არა, ჩვენ მას ვერასდროს დავიჭერთ. იქნებ არც დავიჭიროთ. თავაზობ, რომ უბრალოდ მივიღოთ ის და მის ხიკებს მიყვერ. რომელი არა, მაგრამ დავაიძულოთ მას რომ დატოვოს ეს. ეს როგორ გავაკეთოთ? ეს ინტერნეტში ვნახოთ. კარგი, მიდი შედი Google-ში. როგორ მოვიშოროთ ბოროტის სული? აი ვიპოვე. უნდა მოათავსოთ კანფეტი ჯაჭვთან ერთად, თითოეულ ოთახში, გასასვლელ კარამდე, შემდეგ დადექით წრეზე ხელჩაკიდებულები და თქვით: მოჩვენება, მოდი ჩვენთან. შეჯამე კანფეტი და დატოვე სახლი მშვიდად. ცნაური შელოცვა. კიდევ ერთ სულს ხო არ გამოვიცახებთ ამით. უკეთესი ვარიანტი გააქვს? ეს მეთოდი უნდა ვცადოთ. ბავშვებო, იმედი მაქვს ეს მეთოდი დაგვეხმარება და განვათავისუფლებთ სახლს მოსვენებისგან. ზადა, შემდეგი ნაბიჯი რა არის? ჩვენ უნდა ჩავჭიდოთ ხელი ერთმანეთს და ვთქვათ: მოჩვენება, მოდი აიღე კანფეტი და დატოვე ჩვენი სახლი მშვიდად. მოჩვენება, წადი ჩვენი სახლიდან. და რა ხდება, წავიდა უკვე? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ მას ხელს უშლით. ამოდით დავიცნოთ, იმედია ყვალის გაქრება უკვე. კარგი, წავიდეთ. რომელი საათია? რა უცნაური ხმებია? ლუნა, გაიყვიძე. რა მოხდა? ეს ხმა გაიგონე? გონი ვიღაც კანფეტებს ჭამს. გინდა მითხრა, რომ ეს მოჩვენებაა? თქმა უნდა, სხვა ვინ იქნებოდა? მოდი ვნახოთ. გამოგიჭირეთ. არჩი, აქ რას აკეთებ? კანფეტს ჭამ. რას ამბობ, ეს მოჩვენებისთვისაა, ის არასდროს დაგვტოვებს ასე. მოიცადე, მოჩვენება შენ ხარ? მე არა, რა თქმა უნდა, ეს როგორ იფიქრეთ? აბა თვალს რატომ ვერ გვისწორებ? კარგი, ხო, შენ მიმი არ არსებობს მოჩვენება, უბრალოდ მე გადავწყვიტე თქვენ დახუმრობა. შვენიერი ხუმრობა იყო. ხო, მაგრამ როგორ გააკეთე ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად არ იყავი სულ? რუსლანი დამეხმარა. აღონდეს არა. რუსლან, შეიძლება ერთი წუთი დაგელაპარაკოთ? მოიცადე, მეც მოვდივარ. ბავშვებო, მოგეწონათ ჩემი დახუმრება გოგოებთან? თუ ასეა დააჭირეთ გამოწერის რილაქს. ახვამდის.